პავლე მოციქულის წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი თავი მე-15. ხოლო გაუწყებთ თქვენ ძმანო სახარებას ამას, რომელი გეხარა თქვენ, რომელცა იგი მიგიღებიეს, რომელცაცა ზედას დგათ, რომლითაცაც ცხონდებით, რომელი სიტყვა გახარეთ თქვენ უკეთ უგახსოვს. გარნა თუ ცუდად რაიმე გრწმენა, რამე თუ მიგეთ თქვენ პირველად, რომელიც იგი მოვიღე, რამე თუ ქრისტე მოკვდა ცოდვათა ჩვენთათვის, ვითარცა წერილ არს. და რამე თუ დაეფლა და რამე თუ აღდგა მესამესა დღესა ვითარცა წერილ არს. და რამე თუ ეჩვენა კეფას და მერმე 11-და მათ და მერმე ეჩვენა უმრავლეს 500-ისა ძმათა ერთგზის, რომელთაგანი უმრავლესნი ცოცხალ არიან აქამდე და რომელთამე შეისვენეს. მერმე ეჩვენა იაკობს და მერმე მოციქულთა ყოველთა, უკანაესკნელ ყოველთასა ვითარცა ნარჩევსა მეჩვენა მეცა, რამე თუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთაი, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად. რამე თუ ზდევნით ეკლესიათა ღმრთისათა, ხოლო მადლითა ღმრთისაითა ვარ რა იგი ვარ და მადლი იგი მისი, რომელიც შემდამმართ იყო, არა ცუდად რა იყო, არამედ უმეტეს მათ ყოველთასა დავშვერ, არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი, რომელი იყო ჩემთანა. აწუხე გინა თუ მე, გინა თუ იგინი ესერთ ვქადაგებთ და ესეთ გრწმინდა თქვენ. ხოლო უკეთო ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკვდრთით აღდგომილ არს, ვითარ იტყვიან ვინმე თქვენ შორის, ვითარმედ აღდგომა იმ მკვდართაი არა არს. უკეთო აღდგომა იმ მკვდართაი არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს. უკეთო ქრისტე არ აღდგომილ არს, ცუდად სამი არს ქადაგება ესე ჩვენი და ცუდად არს სარწმუნოება ეგე თქვენი. ვიყვოვნით უკვე სრულ მოწამეცა ღმრთისა, რამე თუ ვწამებთ ღმრთისათვის, ვითარმედ აღადგინა ქრისტე, რომელი არ აღადგინა. უკეთო ნამდვილ მკვდარნი არ აღდგებიან. რამე თუ უკეთო მკვდარნი არ აღდგებიან, არცა ქრისტე აღდგომილ არს და უკეთო ქრისტე არ აღდგომილ არს, ამოუარ სარწმუნოება ეგე თქვენი. ცოდვათავე სამეღაშინა თქვენთა ხართ აქამდე და შესვენებულნი იგი ქრისტეს მიერ წარვე სამეწყმდენ. უკეთო ამას ხოლო ცხოვრებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ. ხოლო აც ქრისტე აღდგა მკვდრეთით და იქნა იგი დასაბამ შესვენებულთა. რამე თუ კაცისა მიერ იყო სიკვდილი და კაცისა მიერ აღდგომა იმ მკვდართაი და ვითარცა იგი ადამიანის გამო ყოველნი მოწყდებიან, ეგრეთსა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ. ხოლო თითოეული თვისითა წესითა პირველად ქრისტე და მერმე ქრისტესნი, იგი მოსვლასა მას მისა, მაშინ რა აღსასრული, რაჟამს მოსცეს სუფევა ღმერთსა და მამასა, რაჟამს განაქარნეს ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ხელმწიფებანი და ძალნი. რამე თუ ჯერ არს მისა სუფევაი, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქვეშე ფეხთა მისთა. უკანაესკნელ მტერი იგი განქარდეს სიკვდილი, რამე თუ ყოველივე დაამორჩილა ქვეშე ფეხთა მისთა, ხოლო რაჟამს თქვას ვითარმედ ყოველივე დაამორჩილა ცხადარს, რამე თუ თვინიერ მისცა, რომელმან იგი დაამორჩილა მას ყოველი. ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაითა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა. უკეთო არა რაიმე ყონ, რომელნი გინათელს იღებენ მკვდართათვის, უკეთო ყოვლად მკვდარნი არ აღდგებიან, რაისაღა ნათელი იღებენ მკვდართათვის. ანუ ჩვენ რაისამეღა ვიჭირვით ყოველსა ჟამსა, მარა დღე მოვკვდები, ვფუცავ თქვენსა სიკადულსა, რომელ მაქოს ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა. უკეთო კაცობრიო მხეცთა ბრძოლა ვყავ ეფესოს, რაიმე სარგებელას ჩემდა, მკვდარნი არ აღდგენ, ვჭამოთ და ვსვათ, რამე თუ ხვალე მოვწყდებით. ნუ ვცდებით, განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი, განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ ვცოდავთ. რამე თუ მეცრება ღმრთისაი ვიეთმი აქუს, საყდემელად თქვენ დავიტყვი. არამედ თქვას ვინმე ვითარმე აღდგენ მკვდარნი, ანუ რომლითა მე ხორცით ამოვიდენ. უგუნურო შენ, რომელი დასთესი არა ცხონდის, ვიდრემდე არა მოკვდის და რომელი იგი დასთესი, არა თუ იგი გვამი, რომელი ყოფა და არს დასთესი, არამედ შიშველი მარცვალი გინა თუ იფქლისაი, ანუ თუ სხვაი რომელიმე თესლი, ხოლო ღმერთმან მოსცის მას გვამი, ვითარცა უნებნ და თითოეულსა თესლსა თვისი გვამი. და ყოველი ხორცი ერთ ხორცს არს, არამედ სხვაი არს კაცთაი და სხვაი ხორცი არს პირუტყვთაი და სხვაი ხორცი არს მფრინველთაი და სხვაი ხორცი არს თევზთაი და ხორცნი იგი ზეცისათანი და ხორცნი იგი ქვეყანისათანი, არამედ სხვა არს ზეცისათა მათ დიდებაი და სხვა არს ქვეყანისათაი, სხვაი დიდებაი არს მზისაი და სხვაი დიდებაი არს მთოვარისაი და სხვაი დიდებაი არს ვარსკვლავთაი. რამე თუ ვითარცა იგი ვარსკვლავი ვარსკვლავსა მატს დიდებითა, ეგრეც აღდგომა იმ მკვდართაი. და ეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნილებით, და ეთესვის გინებით და აღდგების დიდებით, და ეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით, და ეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი. არს ხორცი მშვინვიერი და არს ხორცი სულიერი. ეგრეც წერილ არს, იყო პირველი კაცი ადამს სამშვინელ ცხოველად,
ხოლო უკანასკნელ ადამიანს სულად განმაცხოველებელად. არამედ არა პირველად და სულიერი, იგი არამედ მშვენიერი, მაშინღა სულიერი. პირველი იგი კაცი ქვეყანისაგან მიწისაი, ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით. ვითარცა იგი მიწისაგანი, ეგრეთსა მიწისაგანი და ვითარცა იგი ზეცისაი, ეგრეთსა ზეცისაგანი იგი. და ვითარცა იგი შევიმოსეთ, ხატი იგი მიწისაგანისაი, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაი. ხოლო ამას ვიტყვი ძმანო, რამეთო ხორცთა და სისხლთა სასუფეველი ღვთისაი დამკვიდრებად ვერ ძალუც. არცა ხრწნილებალმა უხრწნილებაი დაიმკვიდროს. აჰა ესე რა საიდუმლოსა გითხრობ თქვენ. ყოველთავე უკვე არა შევისვენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ. მეხსაშინა წამსა თვალისა უკანასკნელითა მით საყვერითა, რამეთო საყვირსა დაეცეს და მკვდარნი გიაღსგენ უხრწნელნი და ჩვენ განვახლდეთ. რამეთო ჯერ არს ხრწნილის ამის შემოსად უხრწნელებაი და მოკვდავისა ამის შემოსად უკვდავებაი. ხოლო რა ჟამს განხრწნად მან ამან შეიმოსოს უხრწნელებაი და მოკვდავმან ამან შეიმოსოს უკვდავებაი, მაშინ აღესრულო სიტყვა იგი წერილისაი, დაინთქა სიკვდილი ძლევითა. სადარ სიკვდილო საწერტელი შენი, სადარ ჯოჯოხეთო ძლევაი შენი. რამეთო საწერტელ სიკვდილისა ცოდვაი, ხოლო ძალცოდვისას ჯული. ხოლო ღმერთსა მადლი, რომელმან მომცა ჩვენ ძლევაი ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა. ამ მიერიდან ძმანო ჩემო საყვარელო მტკიცე იყვანი და შეურყეველ და მატებით საქმესა უფლისასა. მარადის უწყოდეთ, რამეთო შრომა იგე თქვენი არაც უდად იყოს უფლისა მიერ.